წარვედი წყალისპირსევდიანი ფიქრთგან სართველად დაცხა, გამოვედი საოჯახო საყიდლებზე. მაქვე არის ძალიან ლამაზი სკვერი, სადაც არის პატარა შადრევანი, რომელიც ცოტა ხნით სიგრილის ილუზია შემიქმნის. და ამ სიგრილის ილუზიის გარდა, აი ამ ჩვენი წინაპრების ქვეცნობიერ და ცნობიერ ცოდნას გამოვიყენებ წყალს, რომ სევდა მიჰქონდა. თქვენც იგივეს გირჩევთ, წყალს მართლაც აქვს ეს არაჩვეულებრივი თერაპიული ფუნქცია. შეუძლია რომ წაიღოს მთელი ჩვენი გაჭედილი ემოციები და ის ზედმეტი, რაც ჩვენს ენერგეტიკას აბინძურებს. ეს მოცეკვავე შადრევანია, მთლად ცეკვით გავატან ჩემს დარს და ნაღვევს. აქ ძირითადად სულ ბავშვები არიან და ბავშვობას ნატრობ ხოლმე. შევეცდები ვიპოვო სკამი, სადაც ცოტა ჩრდილია. ამ სიცხეში ფიქრების ლაბორატორიაც მინდა რომ ცოტა ხნით გადავიყვანო საზაფხულო რეჟიმზე. ანუ ვიდეოებს შორის ცოტა ინტერვალი გავზარდოთ, იმიტომ რომ რამდენი წელიც არ უნდა იყოს სკოლის დამთავრებიდან გასული ზაფხული მაინც არ დადეგებია პირველ რიგში. შვებულება, დასვენება, გართობა და რაღაცა ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური სიღრმისეული წიაღსვლების დრო მაინც და მაინც შეიძლება არც არის და არც სურვილი გქონდეს. რაც შეეხება ჩვენს თემებს, აი ეს ჩვენი სოციალური რეალობის თემა. კიდევ რამოდენიმე ძალიან ისეთი საკვანძო საკითხი დაგვრჩა, აი ჩვენი შადრევანის საერთო და შემდეგ გადავალ თემებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, შემიყვეთ ეს თემა არაჩვეულებრივმა გამომწერებმა. ეს არის ნარცისიზმი და ეს არის უარყოფის შიში. ორივე თემა ძალიან საინტერესო და მრავალწახნაგოვანია. ჩვენი ბებიები გვეუბნებოდნენ ხოლმე, ცუციზმას თუ ნახავთ, წყალს მოუყევითო. ანუ მათაც შესანიშნავად იცოდნენ წლის ამ თერაპიული თვისების შესახებ. ისიც ძველ ტრადიციებში, ჩვევებში, ადათ-წესებში ძალიან ბევრი სიბრძნე არის შენახული. ნახეთ, გოგონა და შადრევანი. ბავშვი ნეტარებს. ისე ძალიან მინდა ახლა შევუერთდე, მაგრამ არ გამოვა რა. არ მომთხოვოთ ახსნა, რატომ არ გამოვა. არ გამოვა და მორჩა. ზედმეტად ბევრი წესები დავუდგინეთ ადამიანებმა საკუთარ თავს. არაფერს არ დავაშალოთ ახლა აქ რომ შევიდე და კარგად გავგრინდე. თანაც გავხალისე. მოკლედ, მეგობრებო, გელოდებით კომენტარებში, რომელი თემა იქნება თქვენთვის საინტერესო, რომ შემდეგ უკვე მასზე განვაგრძოთ ხმამაღლა ფიქრი. დროებით მე განვაგრძობ წყლის თერაპიას.